დაგიბარებია. შემოდგომა 2025 მოდის სამყაროში ნამდვილად გამორჩეულია მრავალფეროვნებით და ექსპერიმენტებით, როგორც საუბრობთ, არის თუ არა წელს კვლავ აქტუალური ყავისფერი, ბეჟი და შინდისფერი ტონალობები, ოვერსაიზ თუ წელში გამოყვანილი სილუეტები, რა თქმა უნდა, სხვა ბევრ დეტალიც გვაინტერესებს, ამიტომ დიზაინერი აკან ანიტაშვილი მოვიწვევს სტუმრად, რომელიც აი ამ ყველა კითხვაზე გაგვცემს პასუხს, რადგანაც ერთია ტენდენციები, მეორეა ეს კავკასიური გარეგნობა, სხვა ხასიათი, სხვა ტემპერამენტი და რამდენად ვეწყობით ერთმანეთს. დილა მშვიდობის. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ მოწვევის. ესე იგი, ჩამოვყევით თელ ტენდენციებს, რაც კი უკანახა მოდის სამყარო და შენს გაკვირვებული გვისმენთ, იმიტომ რომ შენ როგორც დიზაინერი გიცნობთ ახლოს და ვიცით რომ ასე მთლად ყველაფერს, რასაც უკანახავ სოფლიო მოდა რომ ესქენით, ესე არ მიყვები ხოლმე და ძალიან ინდივიდუალურად უდგები შენს მომხმარებლებს, ასე ვთქვათ და სთავაზობ ისეთ გამოსავალს, რაც მათ უფრო მოუხდებათ, ვიდრე შეიძლება ტენდენციური მოუხდეთ. აქ შენ ინარჩუნებ ისევ შენ ხასიათს აქ ამ წელსაც. მე ვფიქრობ, რომ დიზაინერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ისედაც ანუ ვერსად ვერ წახვალ რაღაცა შენი სტილი, შენი ხაზი რო არის, იმას ხაც და ძალიან რთულია დიზაინერისთვის. მნიშვნელოვანია. თუმცა არის უცნაური ის, რომ საერთოდ შეიძლება არ მეფიქრა, რომ ყავისფერი წლების წინ რო გეთქვა, რომ ყავისფერი ფიქრობთ, რომ საერთოდ არც მეხდება, არც მომწონს. ახლა შენ ახსენდება ჩვენ გვისაუბრია კიდევაც ამაზე, მაგრამ ამ ტენდენციას რაღაც მოაქვს განწყობა და სურვილი შენში, რომ მართლა იმ ფერს თითქოს გაწონებს, გახდენინებს და გარგებინებს ამ ფერს. და თითქოს მე ეწერები ამ თანამედროვე მაინც გონია რომ გააჩნია რა გრადაცია ყავისფერის, მაინც გონია რომ ყავისფერის გარკვეული გრადაცია მაჟამებს და გარკვეული პირიქით აი რაღაცა სიმშვიდეს, სოლიდურობას და რაღაცა სხვას მატებს. მე მომწონს ყველანაირი ყავისფერი უკვე. ნახე, მე ვარ ერთგვარი ყავისფერული თქო არ მინდო თქვა, მაგრამ ნუ რაღაცა მომწონს. იცი რა, ეს ტენდენციები რაღაცნაირად ისე მოდის ჩვენში, პირადად ჩემშიც რა, ვერ ვიტყვი რომ მაგით ვარ ხა აი მაინც და მაინც მოტივირებული რა არის წელს მოდაში და ვიკვლევ წინას არ ხდება ეს მაგრამ გინდა არ გინდა ჩვენ ყველა დიზაინერებიც და ჩვეულებრივი მომხმარებლებიც მივყვებით ამას და რაღაცნაირად ეს თავისთავად ისე გეხვევა რომ შენც გინდა არ გინდა მიდიხარ ამ ხაზით თუმცა ანუ წლევანდელი რასაც გვთავაზობს ეს ტენდენციები ჩემთვისაც თიკ არის ძალიან საყვარელი გამა პრაქტიკულად ყველანაირი ყავისფერი მიყვარს კი არა და რაღაცნაირად ისე აღმოაჩინე რომ ინტერიერშიც კი მომინდა ეს ყავისფერი სახში ბევრი რაღაცა წამოვიდა ყოველთვის იყო ჩემთვის საყვარელი ფერი ყავისფერი შინდისფერი და მომწონს რატომაც არა აი ხა ეს კომბინაციები ყავისფერი ცითელთან როგორ საინტერესოა რა ძალიან საინტერესოა ძალიან მომწონს მეც თუმცა აი მინდა შევეხო წითელ ფერს ჩემს არის ყოველთვის ძალიან რთული სახიფათო ფერი ხო იმიტომ რომ აი პირადად ჩემთვის აი წითელი შავი აი ესეთი შერწყმები არის ძალიან რა ვიცი არ მომწონს უინტერესო და აი პირდაპირ ვიტყოდი უგემოვნოთ მაგრამ აი ეს ყავისფერი და წითელი ერთად არის მე ვფიქრობ და ყავისფერი და ცისფერი აი საუკეთესო შეხამება არის და მაინც მგონია რომ წითელთან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა იმიტომ რომ წითელსაც თავის გრადაციებში საკმაოდ ისეთი აგრესიული ტონები აქვს და რაღაცასთან ერთად შეიძლება ძალიან კარგი გვინდოდეს და პირიქით გამოგვივიდეს აი უფრო საფრთხილო შესაჩერებელი ესეა და წითელს აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აჩიკო შენ სწორედ თქვი როგორი წითელია წითელი არის ძალიან ბევრნაირი ასე რომ ყავისფერს როგორი წითელი უხდება თუ გააჩნია ყავისფერსაც ესე აი კონკრეტულად ახლა გითხრათ ძალიან მიჭირს ჩემ წარმოსახვეში ეს არის რა თქმა უნდა მაგრამ ანუ ალბათ მაინც მუყავის ფერთან ნამდვილი წითელი. კი ბატონო. ეს სისხლის ფერით როგორ ნამდვილი ყავისფერზე ასოციაცია რაც გვიჩნდება, ნამდვილ წითელს. უფრო ადვილი არის, მე ვფიქრობ და საინტერესო ძალიან შეხამება. მე გული დავწერე, რომ ჩამონათვალში არ იყო ყავისფერი და იასამნისფერი, რომელიც ძალიან მომწონს. უბრალოდ ტენდენციური არ არის თორე. ახო და მეწყინა. ეხლა იქნება არჩი. მაგრამ აი მართლა ყავისფერს ძალიან ბევრი ფერი უხდება. კი, ყავისფერი. ხო, არა და იყო პერიოდი, რომ თითქოს ყავისფერთან არაფერი არ მოგდიოდა თვალში, ხო რაღაცა. კი, ესე იყო ნამდვილად. თუმცა ეხლა ეს რაღაცები იმსხრევა და ნელ-ნელა უფრო ანუ ადვილად უწყვიტავთ ამ რაღაცებს, ზუსტად ეს არის რა ტენდენციები გვეხმარება, რომ უფრო ადვილად გავაკეთოთ სხვადასხვა რაღაცის შეხამება. ასე დროს თუ აქვს ფაქტურას მნიშვნელობა.
აი, ავიღოთ ორი ფერი. რადგან ტენდენციური ავიღოთ ყავისფერი და სიტყვაზე წითელი. ფაქტურას თუ აქვს მნიშვნელობა, აი რა როგორ გამოიყურება სიტყვაზე ყავისფერი ქვედატანი და რა ფერს ვცდილობთ წითელის ხო ზედატანი. ანუ ფაქტურას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მე ვფიქრობ თუნდაც აი პრიალა და გლუვი. კი, სახიანი და უსახო, ანუ პირიქით მე მგონია რომ ფაქტურების ერთად თამაში უფრო კიდევ საინტერესო და კიდევ უფრო სახიფათოა. კიდევ უფრო სახიფათოა. აი ეს კონკრეტული ყავისფერი და ეს წითელი მოგწონს ერთად აკა? დავინახე. კი, ცუდი არ არის. მე ვფიქრობ ცუდი არ არის, დავინახე. აი აქ უფრო გამოჩნდეს თუ შეგიძლია ოდნავ როცა ბიჭებს ხო მონიტორი ოდნავ ეკრანზე ვხედავთ. ხო, ამაზე უფრო მე ეს წინა მომწონს, რაც წეგან დავინახე. ხო, ესეთი ცოტა უფრო ბორდოში გადასული. ხო, ეს ციტელ ჩაწვეთებული ყავისფერი ძალიან მომწონს. კი, კი. აი ხა ეს წითელი და ესეთი ხო, აი ეხა ჩემს ეს უფრო მომწონს ვიდრე წინა კონტრასტი. მეც ეს და მოკამუსი რომელია ხალხო? მიხევი წეღა. არა, თვითონ ფერად რომელია რა ფაქტურები, აი ტყავი. კი, ტყავი. აი მოკამუსი მესამეა? მესამეა. მესამე კაბა არის მოკამუსი თუ არა? პირველი. ეხა პირველი. აი ეგ არის მომწონს. კარგი ფერია ძალიან. ნამდვილად, ძალიან დიდული ფერია და ჯინსი ვახსენეთ, რომელიც ასევე ტენდენციურად როდის არ არის, მოდი ეს არის. მე ვფიქრობ, რომ ეგეთ სეზონი არ არსებობს. ხო, აი ჯინსი ადრე იყო ჯინსის ყველაფერი მოდური, მოდი ეს თქვა, კაბა, შარვალი, პერანგი, კუდი, ვერცხლისმელი ყველაფერი. ეხლა სად დავავიწყო? მე ვფიქრობ, რომ ჯინსი დაბრუნდა ისევ თავის ადგილას. ანუ ესე ყველაფერი ჯინსის პირადად მე არ მიყვარს. დაბრუნდა თავის ადგილას რაღაცა უნდა ყველას ვქონდეს, ეს რა თქმა უნდა ესეა, მაგრამ ცოტა დოზით მაინც რა, მაგალითად შარვალი ქვედაბოლო შეიძლება ქურთუკი იყოს, მაგრამ მხოლოდ ეს ვთქვათ, აი ესე რომ ყველაფერი ჯინსი ვქონდეს, მე მგონი ეს ძალიან მოკლე ხანი საათიდან დაწყებული თმისამაგრით დამთავრებული. და ჯინსის ფორმებიც იცვლის ხოლმე, ესე ვთქვათ. როგორ არა, კი. ხასიათებს და ნელ-ნელა ვიწროვდება ის წესი. ანუ ერთი მომენტი წელი დაბლდება, რაც ჩემს გაუგებარია, როგორ უნდა დაუბრუნდე, არ ვიცი, როგორც ეს იყო, რომ დაბლწელიანი იყო. არა, ეს ესეა, მეც ვაღიარებ, რომ თაობას გაუფუჭა სხეული. ეს ხო ფაქტია, დაბლწელიანმა ჯინსმა გააფუჭა სხეული, იმიტომ რომ შეიცვალა ფორმები. თეძო შეიცვალა ფორმა. ძალიან მიდის მაკეთკენ, მაგრამ არ ვიცი. ნახე მაღალწელია. ეს ახლა მაღალწელია რა. არაფერი. ფეხს აგრძელებს, რაღაცა სხვა იმას გაძლევს, ხასიათს გაძლევს, თითქოს კარ ნახობს და დაბალწელიანებს და თათათას მიკეთებს და სხვა ფერებიც მინდა რა რომ მიმოიხილოთ. კი, სხვა ფერებს რას შემოიყვანდი ესე ვთქვათ ამ ტენდენციას. მე ძალიან მიყვარს შემოდგომის სეზონზე რძის ფერი. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფერი. და თან შემოდგომას. შემოდგომას მე ვფიქრობ, რომ ყველა სეზონს უხდება რძის ფერი, ჩემი საყვარელი ფერია. ზამთარშიც კი, ადრე გასაუბრია. როცა გარემო თითქოს ფერქრთალდება, აი მაგ დროს ამოდის ეს რძის ფერი სხვანაირად. და სხვათა შორის ეს კარაქის ფერი. ძალიან გავერთი კარაქი. აი ზუსტად, ხო, აი კარაქის ფერზე არ ვიფიქრია. ძალიან მომწონს პირადად მე და ძალიან ბევრს ვიყენებ ჩემ კოლექციებში. მართლა? ეს ისე ტენდენციის გამო თუ სულ ქონდა ეს კარაქის? არ ვიცი, არა, ამ ბოლო დროს მომწონს. აი ბოლო ორი სეზონია, რომ განსაკუთრებულად აი ეს ფერი. ხო, ეს არის ჩემთვის აი ბრძენარევი ყვითელი. ყვითელი აქვს უბრალოდ რძის ფერს ხო დამატებული. მეტი ოდნავ ნაკლები პიგმენტით. აკა ძალიან მოდური იყო ორეულები და სამეულები, ანუ დავში ჯილეტი, პიჯაკი, შარვლალი და მთელი სეტი, ასე ვთქვათ, ხო? ან ზედა ქვედა. ახლა იცი რა, ახლა პრინციპში არის, მაგრამ მე დიდად არ მომწონს ეს კოლექციები, რაც აი სულ ერთნაირი რაღაცა. უფრო ჩემი არჩევანი არის, რომ ფენა სხვადასხვა სტილი შევურიოთ, ანუ ძალიან საინტერესო გამოდის ყოველთვის ლუკი და მაინც არ ვემხრობი, რომ ამ ორეულს და მით უმეტეს სამეულზე გავაკეთოთ აქცენტი. ხო. და ეფექტური არის. ეფექტურია და ჩვენ შემთხვევაში ძალიან კომფორტულია. ძალიან კომფორტულია, როდესაც ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან კომფორტულია. და მნიშვნელოვანია სადიცმევ ალბათ მაგასაც რა. სად უნდა ჩაიცვა, ანუ ესეც განაპირობებს. ხო და მეუღლეების პიჯაკებს შევეშვათ თუ არა, თუ ისევ არის ეს დიდ ხრებ გადმოშვებული. ისე ძალიან აღარ არის, მაგრამ მაინც არ გასულა, ანუ აქტუალურია ნამდვილად, მაინც oversize.
გაცადეთ მაშინ მეუღლეებო. თუმცა მაინც ნაკლებად წელს უკვე ცოტა ხო, ნუცად შეეშვა ჩემს კარადაში, ცოტა ანთან ახლოს რაც მაქვს ამას ხელს არ კიდევ და ცოტა დიდი რაც მაქვს იმაში ჯერ კიდე, აი ჯერ კიდე არა, ეხლა დაიწყო მაის სურთან ერთად შემოდგომაზე. ეს არის შემოდგომა, შემოარჩია. ესე იგი ჩვენ როცა ვკითხულობდით ამ ტენდენციებს თქვით რომ აი ამ მოკლე ქვედაბოლოებზე და ასე შემდეგ უკვე დაბალძირიანი ფეხსაცმელები, ლოფერები ვახსენეთ და რაღაც ისეთი ხო? ქუსლი დაიკარგა, აღარ არის ქუსლი. არა, რატომ? მე არ ვფიქრობ ესე, ანუ ქუსლი მე ვფიქრობ რომ ყოველთვის აქტუალურია და სულ სხვანაირად უხდება ქალის ფიგურას, ყველანაირ ტანსაცმელს, თუმცა ნუ დაბალძირიანები უფრო ეხლა უფრო პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდა. პირადად მეც ესე ვარ რა, ეხლა ყოველდღიურად ვერ ვატარებ ქუსლს, იმიტომ რომ პრაქტიკულია უფრო და როდესაც ეხლა ყოველდღიურ რუტინაში ხარ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ ქუსლია, მე ვფიქრობ რომ არ წავა არც. გასახარი ისე რომ ქუსლი ზომიერი არის, ახლა მოდული რა ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, აღარ არის რაღაცა ჩამოდი ლაპარაკოები. ხო, ძალიან მაღალი ქუსლები, რაც ფეხსაც ზოგავს და მამაკაციც უფრო კმაყოფილია ალბათ, რომ ესე ძალიან თავისი მაღლეზეა, მოდი ესე ვთქვა. ვიზუალურად აი რო ვიხსენებ, ხო აი უცბად აი ცოტა ქუსლი, ჯინსი, რაღაცნაირად ტყავისზე და პერანგის შიგნიდან და შემოდგომა არის აი ძალიან სასიამოვნო ჩემთვის. ძალიან მიყვარს მე შემოდგომა. გაძლევს სხვადასხვა რაღაცეების საშუალებას და შერწყმის და არსია. და სხვათა შორის წეგან რას სიძახდი რომ ეს სეზონი აღარ გვაქვს, გაზაფხულზე ნამდვილად აღარ გვაქვს, მაგრამ შემოდგომაზე მე ვფიქრობ რომ მაინც ჯერ დარჩა. მე მგონია ჩვენ უფრო ვახანგრძლივებთ აი ამ პროცესს, იმიტომ რომ გაზაფხულზე მაინც გვეჩქარება ზაფხული. ერთი სული გვაქვს ზამთრის ტყავიდან გამოვიდეთ და იმით. აკა რა აქსესუარს გვეტყოდი რომ მთელი ეს ვიზუალური მხარე რაღაცა გამოკვეთოთ ან იყოს ტენდენციური ეს არის ფერზე შეიძლება აქ აქცენტის გაკეთება რაც იქნება ძალიან ისეთი კარგი დასანახი. ჩემთვის ყოველთვის მაინც აქსესუარი არის სათვალე. ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დიდად მე პირადად სამკაულები არ მიყვარს და სათვალე ყოველთვის არის ის აქსესუარი, რომელიც ხასიათს, სტილს, თუნდაც ფერი შეგვიძლია ავარჩიოთ, თუნდაც წითელი. ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გარდერობში ესე ვთქვა. შენობაში იქნება თუ გარეთ? კი, ნამდვილად ესეა. კამარი? კამარი ხარ გასქელდა კამარი. კი, გასქელდა, უფრო გამოიკვეთა. თუნდაც ის ოვერსაიზი კამრით ახლა ეს არ არის ახალი, მაგრამ ნუ არის მნიშვნელოვანი აქსესუარი კამარიც. კამარიც მნიშვნელოვანია. თავსაბურავი რამე ქუდი? ეხლა ზაფხულში ხო ყველას ესეთი რაღაცნაირი თავწასაკრავი ქონდა, ძალიან მოდური იყო და ყველამ აიტაცა და იყო დიდი ფრიალი და სხვათა შორის მე მომწონდა, იმიტომ რომ რაღაც აწესრიგებს ესე ვთქვათ ვიზუალს. კი, მეც მომწონს თავსაბურავი. ბერეტი ხო არ არის ახლა ნეტა აქტუალური? ბერეტი არ არის აქტუალური წელს, მაგრამ აი იგივე ტიპის მე ვფიქრობ, რაც იყო ზაფხულში ტენდენციური, შეიძლება თავისუფლად გადავიდეს შემოდგომის სეზონზე. და რატომაც ხალხს ესეთი აქსესუარი. მე მომწონს ხო აი ესე როგორც თატარებენ შეკრული ამ თავშალებს შემოდგომაზე ძალიან კარგია. ცოტა დიდი სათვალე, თბილი ქსოვილით. და არ გამოგრჩეს ჩანთა, რომელიც გონია რომ ერთ-ერთი უნიშნულოვანესი აქსესუარია, რომელიც ასრულებს თელს ლუკს და ზომებში ხომ არ შევცვალეთ რა. იცით რა არის, ვერ ვიტყოდი, ალბათ მაინც მანდაც არის ორივენაირი, ვისთვის მოსახერხებელი ხა ზოგი ადამიანი დიდ ჩანთას ვერ ატარებს და ვფიქრობ, რომ შეიძლება დიდი ჩანთის ტარებაც, ესეც მე მგონი ლუქს აქვს მნიშვნელობა, რომელი დავიჭიროთ, თქვა დიდი ზომის თუ პატარა. კი ბატონო. შენია. და ასევე კიდევ ვიტყოდი, რომ აი ტყავი წეგან ახსენეთ და ტყავი არის ძალიან მნიშვნელოვანი წლევანდელ ტენდენციაში. ქურთუკები არის ძალიან აქტუალური. მოკლე გრძელი სადამდე. მაინც არის ცოტა ისეთი ოვერსაიზული, მე ვფიქრობ, ეს ბომბერები, რასაც ქვია და მომწონს მეც ძალიან და ვემხრობი. აი ყავისფერი ძალიან კარგი. ლაბადებზე რა სიტყვით? შემოდგომა თითქოს ლაბადი სეზონია ზუსტად, ხო? აი ლაბადა. ნუ ლაბადის უფრო ტრენჩი ეგრეთ წოდებული. ხო, ტრენჩი ეგრეთ წოდებული. მე ვფიქრობ, რომ ცოტა მაინც ეგ ეხა ყველას გვიყვარს და მაინც არის ყველას გარდერობში, მაგრამ არის რაღაცები, რაც ერთი ბომბერი, ანუ ტყავის ქურთუკი, ერთი ლაბადა, ერთი ცოტა დიდი ჩანთა, ერთი ეს თან მუდმივია. საბაზისო, რა თქმა უნდა, ჯინსი, შავი კაბა, თუნდაც ის წითელი კაბა. კი ბატონო. ხო. მადლობა მეგობრებო, მადლობა. ამოუწურავია ეს თემა, შემოსილებით ჩვენ ჩვენთან ერთად.